ყველაზე საინტერესო თემას მივადექით, რომელიც აინტერესებს გამოცდილსაც, დამწყებსაც და უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანს. მეგობრებო, ეს არის თუ რამდენი კილოგრამი მოსავალი ავიღეთ კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში ღია გრუნტიდან, სათბურში ვიმყოფებით, მაგრამ ახლა ცელოფანი აქვს, ესე იგი გადახდილი ამ შემთხვევაში ითვლება ღია გრუნტად. 10 დღის განმავლობაში გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, თქვენ კოლხი ფერმის YouTube არხზე იმყოფებით და მინდა სანამ რა თქმა უნდა vlogs დავიწყოთ, კლავ და კლავ გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენ YouTube არხი, მოგცეთ мотивация და სხვებსაც გაუზიაროთ დააყენოთ ზარისგილაკი რომ თქვენ მიიღოთ პირველმა ინფორმაცია ამ ეპიზოდების ახალი ეპიზოდების დადების შესახებ. დავიწყოთ ესე იგი. ამ ორივე სათბურში მეგობრებო მოთავსებული არის 3500 ენერგი. არის 500 კვადრატი სათბური და 3500 ენერგი არის გრუნტზე მოთავსებული. ენერგები დარგული არის წინა წლის 2024 წლის მაისში და ისე მოხდა რომ ეს ენერგები განკუთვნილი იყო რომ ესე იგი უნდა ემუშავათ მათ ესე იგი ზამთარში მომზადებული უნდა ყოფილიყო, თუმცა სიტუაცია ისე დაიწყო რომ უკვე მეორე წლიდან დავიწყეთ. ენერგებს თვითონ რაც შეეხებათ, აი მინდა განახოთ კიდევ ერთხელ თუ როგორი ვეგეტატიური მასა აქვს, ესე იგი რემონტატების თვალსაზრისიდან და სანდრიაზეც ვისაუბროთ რა თქმა უნდა. რემონტატების თვალსაზრისიდან ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მხცოვანი ჯიშია, რომელიც საქართველოში იმყოფება და აკლიმატიზირებული არის ჩვენს პირობებში სხვადასხვა რეგიონში. ზოგადად რემონტატები მოკლე დღის სახეობებიდან განსხვავებით არიან შედარებით სუსტები, ესე იგი ვეგეტატიური მასითაც, მწვანე მასითაც, მაგრამ აი სუსტს, აი ამ მწვანე მასას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ უწოდებს, აი დავაკვირდეთ კიდევ გადავიდეთ ნახეთ როგორია ეს. ამერიკელები ვინც არიან ამ ჯიშების გამოშვები და ყოველთვის როდესაც კიდევ ერთხელ ავხსნი, როდესაც რაღაცა ჯიში და სახეობა გამოდის, ყოველთვის არის მორგებული მათ კლიმატურ ზონებზე და ასე შემდგომ პირველში და შემდგომ ხდება სოფლიოს სხვა ქვეყნებში მათი დატესტვა და შემდგომ ესე იგი მოყვანა. ამბობენ რომ ჩვენ შემთხვევაშიო, სადაც არის 500 გრამი უნდა ვიანგარიშოთო ერთ ტალღაზე დაახლოებით პლუს მინუს. აი ამაზე არისო საუბარი სანდრიასის შემთხვევაში. ხოლო სხვა რეგიონებში ეს დაახლოებით 350 გრამამდე. რა თქმა უნდა, სხვა რეგიონში ჩვენს ვითვლებით და ვანგარიშობთ დაახლოებით 350 გრამს. ეხლა რა ხდება, მოდით გადავინაცვლოთ და განახებთ ესე იგი მეორე სათბურშიც. ესე იგი რა ხდება ჩვენ შემთხვევაში. ის რომ ქიმიური ანალიზი უნდა კონდეს ნიადაგის ჩატარებული, ის რომ წყლის ქიმიური ანალიზი უნდა კონდეს ადამიანს ჩატარებული და ასევე რა თქმა უნდა ერკვეოდე კარგად აი ამ საკითხში. აი დააკვირდით უბრალოდ დამხელა ვეგეტატიური მასებია და საკმაოდ დიდი ასევე ყვავილმატარებლები, საკმაოდ დიდი და ძალიან ისეთი ძლიერი ასევე კარგად ჩანს. ეს ფაქტია, ეს უნდა ვიცოდეთ და კვების გრაფიკი კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც სპორტული გუნდის მთელი სეზონი წინასწარ დგება, გრაფიკები ესე უნდა შედგეს და უნდა მივიღოთ ესე იგი ყოველწლიურად ამისგან შედეგი. ეხლა რაც შეეხება თვითონ რამდენი დაიკრიფა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, მეგობრებო, დაახლოებით 700 კილო არის დაკრიფილი კონკრეტულად აი ამ ორი სათბურიდან, 3500 ენერგიდან დაახლოებით 700 კილო. რა თქმა უნდა, რაღაცა ნაწილმა უფრო ადრე დაიწყო აქტივაცია, ხოლო რაღაცა ნაწილი უფრო გვიან იწყებს და აი სანდრიას ეხლა გადადის კიდევ რაი რომ დააკვირდეთ, აი შეხედეთ ჯერ კიდე მწიფდება და ასე შენო. პირველი აი მასიური კრეფები ღია გრუნტიდან, ეს არის სათბური, რომელზედაც ჩვენ საუბარი არის მცირე სიღრმეზე. სათბურად აიფლება, სათბურში არის კონსტრუქციაში მოთავსებული როგორც თავში აღვნიშნე, თუმცა ზამთარში როდესაც ქარიშხალი მოხდა და სახურავის რაღაც ნარჩენები მოხდა ჩვენს ცელოფანს, შემდგომ არ გადახურია, იმიტომ რომ ზამთარში ცელოფნის გადახურვა არ შეიძლება, არ ხდება. მას სითბო სჭირდება. და აი დააკვირდით, აი როგორც ყოველთვის არის კალიბრი, არის მოსავლიანობა და ასე შემდეგ. მე პირდაპირ გეტყვით რომ პირველად და უკანასკნელად სანდრიასის სათბურში და ღია გრუნტის ბოლოს დავრგეთ, ეს იყო 7 წლის წინ. მაგრამ დაჟინებული თხოვნით უცხოელი აგრონომის, რომელსაც მე სწავლებას გავდიოდი და საკმაოდ ისე მეგობრობდა ასე შემდგომ, მან მთხოვა რომ დარგე
კონკრეტული ნერგები, რა თქმა უნდა და ასე შემდგომ, როდესაც ვანახე ნერგები და არინანეთ მოკლედ და დაუჯერე ძალიან ისე ორწოფობით, მაგრამ დაუჯერე ესე რომ ვთქვათ. დაახლოებით 700 კილო არის, რო გითხარით ესე, როგორც გითხარით, დარგული. დაახლოებით კიდევ პირველ ტალღას და ტალღას კიდევ ერთხელ გამოვორდები. ტალღა არის, ვინც არიცით და ახლები ხარ და ასე შემდგომ. პერიოდი, ანუ მარწყვის მოსავლიანობის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვიღებთ, ესე იგი, ნაყოფს. შესაბამისად, ეს არის ტალღა და დაახლოებით 3 ტალღა გამოიყოფა. ღია გრუნტზე არის საუბარი და მეოთხე არის სამთარი, როდესაც სპეციალურად მომზადება ხდება ნერგების, პირობების და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ესე იგი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეგრეთ წოდებული კიდევ ათხოვდებზე უნდა ვისაუბროთ, აი ესეთი სიტყვა უბრალოდ, მაგრამ აი გამონაკლისი არის ქართულად, რომ გადავთარგმნოთ, თუმცა ჩვენში გავრცელებული სიტყვა არის ეს, როდესაც არის გაფუჭებული ნაყოფი არის დაახლოებით ამ 700 კილოდან გამოვიდა პლუს-მინუს 60-70 კილომდე. პლუს-მინუს 60-70 კილომდე, რაც ნორმალური შედეგია, ესე რომ ვთქვა, ჩვენი არასტაბილური ამინდებიდან გამომდინარე, სათბურებში მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 7 დღიან კრებებში შეიძლება არ გქონდეს, არ ვიცი, 5 და 10 კილო. მაგრამ ესე ხდება და რას იზამთ, ანუ როდესაც შემდგომ გვიწევს თქო უნდა პრეპარატებთან მუშაობა, აი შეხედეთ უბრალოდ აი ამას მინდა დააკვირდეთ, იმედია კარგად გადმოსცემს კამერა, რამხელა უბრალოდ კალიბრია. ასე რომ, თუმცა მე ერთი სკეპტიკურად ვიყავი ხმოიარობასთან დაკავშირებით, აი კიდევ ერთხელ ხელი რომ მოგიდ, მაგრამ მოდი ისე სახსანიშნავია რომ ყოველთვის ვამბობდი, ნახეთ, ყოველთვის ვამბობდი რომ სანდრიას ისეთი საიმედო მეგობარია და იმიტომ რომ განსაკუთრებით კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას და მაღალი ტემპერატურა ყოველთვის უფრო მეტი სტრესის შემცველია ვიდრე დაბალი ტემპერატურა. დაბალ ტემპერატურას -17 გრადუსამდე უძლებს ჩვენი, ასე იგი, მარწყვი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის მოკლედღის სახეობები. მოკლედღის სახეობების მუშაობის სტრუქტურა აბსოლუტურად განსხვავებული არის, მეგობრებო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ძალიან ესე აქტიურად მომეცემა საშუალება, რომ მოკლედღის სახეობები თქვენ გაგაცნოთ. როგორც მე მრავალ ვლოგში მისაუბრია მათი პლუსების შესახებ, ვისაუბრო, რეალობა დაგანახოთ. ასე შემდგომ და ასე შემდგომ, რომ მოკლედღის სახეობები საკმაოდ ისეთი პოპულარულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მხოლოდ მე მგონი საქართველოში რომ მე ყოველ შემთხვევაში სადაც კი მინახავს ერთ-ერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც უფრო პოპულარული რემები ანუ რემონტატორებია ვიდრე მოკლედღის სახეობები. თუმცა ორივე თეზის და აზრს აქვს, რა თქმა უნდა, არსებობის უფლება. მოკლედ 10 დღის განმავლობაში მეგობრებო დაახლოებით აი ამდენი. ნახოთ როგორ იქნება, ესე იგი საბოლოო ჯამში, როდესაც დასრულდება ეს პირველი ტალღა მთლიანად, ძალიან საინტერესო იქნება თუ როგორ შედეგს მივიღებთ საბოლოო ჯამში და საბოლოოდ მე გეტყვით, რომ პირველ საბოლოოდ გეტყვით და რეალობას გეტყვით და როგორც ყოველთვის ყველგან რეალობას ვამბობთ, როგორი შედეგიანობა ჰქონდა პირველი ტალღის განმავლობაში სან ანდრეაზე კონკრეტულად.